პირადი ინტერესების საწინააღმდეგოდ მსჯელობა. ადამიანი დამაჯერებლობას კარგავს, როცა მას რაიმე პირადი ინტერესი აქვს. თუ შენ იცი, რომ ადამიანი შენი მოტყუებით ბევრ ფულს იშოვის, ბუნებრივია, რომ ამ ადამიანის მიმართ გაგიჩნდება ეჭვი. ამიტომ თაღლითი თავს ისე იჭერს, თითქოს თავად არანაირი მოგება არ აქვს და თუ შენ უარს იტყვი მის შემოთავაზებაზე, ამით ის არ დაზარალდება. ის ცდილობს გაჩვენოს, რომ მისთვის სულ ერთია დაგარწმუნებს თუ არა, ეს უბრალოდ მისი საქმიანობაა და მეტი არაფერი. თანაც თაღლითი იწყებს საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ მსჯელობას. მაგალითად გეტყვის, რომ ახლა ისეთ რამეს გეუბნება, რის გამოც შეიძლება სამსახურიდანაც კი გაათავისუფლო. შემდეგ მოგიყვება ამბავს, როგორ მოატყუეს ერთ-ერთი მყიდველი და გთავაზობს გამოსავალს, როგორ არ უნდა მოტყუდეს შენს. შენ ფიქრობ, რომ გაგიმართლა და შეხვდი კეთილსინდისიერ ადამიანს, შენს გონებაში ეს ადამიანი სანდოა. წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ გაგიმხელდა სრულიად უცნობ ადამიანს რაღაც ისეთს, რითიც შეიძლება თავად დაზარალდეს. სინამდვილეში კი თაღლითს ზუსტად ასე უნდა რომ იფიქრო და მისი შემოთავაზებული მეთოდი თაღლითობისგან თავდაცვის კი არა, თაღლითობის მსხვერპლად გახდომის ტოლფასია.